ორივლის ბოლნისის სპორტის სასახლე ფრენბურთში ასაკობრივ ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრის საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2009-2010 წლებში დაბადებულმა ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა მიიღეს. დასრულდა ქალაქ ბოლნისში ასაკობრივი რეგიონალური ჩემპიონატი ფრენბურთში. მიზნად ისახავს ეს ჩემპიონატი რეგიონალური ნაკრებების შექმნას, ჩამოყალიბებას და ცენტრალურ ჩემპიონატებზე მონაწილეობის მიღებას. რეგიონიდან ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი გუნდი იყო მონაწილედ. გოგონებში წარსდგა 6 გუნდი, ვაჟებიდან იყო წარმოდგენილი 4 გუნდი. აქედან ვაჟებიდან რუსთავი გახდა ჩემპიონი გუნდი და რა თქმა უნდა დაემკვიდრა რეგიონალური ნაკრების სტატუსი. აგრეთვე გოგონებიდან ჩემპიონი გახდა რუსთავის ოლიმპი. აგრეთვე რა თქმა უნდა მაგანაც დაემკვიდრა ტიტული რეგიონალური ნაკრების, რომლებიც მიიღებენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას. ეს ტურნირი მიზნად მოიცავს იმას, რომ სამომავლოდ რეგიონალური ნაკრები გუნდი ჩამოყალიბდება. გამარჯვებულ გუნდს დაემატებიან საუკეთესო მოთამაშეები. ტურნირი გაიმარჯვა რუსთავის ოლიმპა, ვისაც უსურვებ წარმატებებს და დიდ მადლობას მოუხდი ფედერაციას იმისთვის, რომ აირჩია ლოკაცია ბოლნისი და ჩაატარა ესეთი მაგარი ტურნირი ჩვენს რაიონში. ჩემპიონატი 2 ეტაპად რეგიონალურ და ფინალურ რაუნდებად წარიმართა. ასპარეზობაში ჩაერთო გოგონათა 6 და ვაჟთა 4 გუნდი. ტურნირის მთავარი მიზანი იყო რეგიონალური ნაკრების ფორმირება. გამარჯვებულ გუნდებში შეირჩა საუკეთესო მოთამაშეებიც, რომლებიც მომავალში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში იასპარეზებენ. მე ვფიქრობ, რომ მწვრთნელის დახმარებით და ბავშვების ძალისხმევით მივაღწევთ სასურველ შედეგს და მომავალში უფრო მეც მოვინდომებთ და ამ სპორტში მთავარია გუნდურობა და ერთმანეთის სიყვარული. თვეული ქულა ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო, იმიტომ რომ ჩვენი შრომას გამოხატავდა, რაც ამ წლების განმავლობაში ჩავდეთ ამ სპორტში. შეჯიბრის გამარჯვებულები რუსთავის გოგონათა და ვაჟთა გუნდები გახდნენ, რომლებმაც რეგიონალური ნაკრების სტატუსით დაიმსახურეს.